რამდენიმე ათეული წლის წინ ეს ქვეყანა შიმშილით და შიშით ცხოვრობდა. მთელ სამყაროსგან მოწყვეტილი, რომლის მოსახლეობის 60%-იც სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო. 70-იან წლებში კი შიმშილისაგან იმაზე 4-5-ჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ჰიტლერის ან სტალინის რეპრესიების შედეგად. დღეს იგივე ქვეყანა საერთაშორისო ინვესტიციების, ტექნოლოგიური პროგრესის და გეოპოლიტიკური ამბიციების ცენტრშია. გიყვებით ჩინეთის ეკონომიკურ სასწაულზე. სანამ დავიწყებთ კი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ჩინეთის დიდძალად ჩამოყალიბება არ არის მაინც და მაინც 21 საუკუნის მოვლენა. ეს უძველესი ცივილიზაცია ოდითგანვე წარმოადგენდა კულტურის, განათლებისა და ვაჭრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს. ჩინელებს ეკუთვნით ისეთი გამოგონებები, როგორიცაა ქაღალდი, კომპასი, ბეჭდვა, აბრეშუმი და მრავალი სხვა, რაც დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. შეგეხსენებთ აბრეშუმის გზას, უძველეს გამორჩეულად მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს, რომელიც ჩინეთს შუა აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან და ევროპასთან აკავშირებდა. აბრეშუმის გზა ჩამოყალიბდა ჰანების დინასტიის დროს, ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში და ამ გზის გავლით ჩინელებს საუკუნეების განმავლობაში გაჰქონდათ ჩინური აბრეშუმი, ჩაი, ფაიფური და ქაღალდი დასავლეთში. დასავლეთიდან კი შემოჰქონდათ მინა, ცხენები, ოქრო და ასე შემდეგ. ამ გზამ წარმოშვა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ღრმა კულტურული ურთიერთობები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და საფუძველი ჩაუყარა ცივილიზაციებს შორის პირველ სისტემურ კავშირებს, რაც მოგვიანებით მსოფლიო პოლიტიკის ჩამოყალიბების ერთ-ერთ საძირკვლად გადაიქცა. ამ ყველაფრის ფონზე ჩინეთის თანამედროვე აღზევება ნამდვილად არ არის გასაკვირი. გასაკვირია ჩინეთის განვითარების უპრეცედენტო ისტორია, რომელიც თავისი მასშტაბით სტალინის მიერ საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასაც კი უსწრებს. ჩინეთმა შეძლო და სულ რამდენიმე ათეულ წელში დააღწია თავი დამცირების საუკუნეს, რომელიც 1839 წლიდან 1949 წლამდე გაგრძელდა. ამ დროს ჩინეთმა გამოიარა ომები დიდ ბრიტანეთთან და იაპონიასთან. 1927-59 წლებში კი სამოქალაქო ომი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი და სისხლიანი იყო თანამედროვე ჩინეთის ისტორიაში. სამოქალაქო ომში ერთმანეთს ებრძოდნენ ჩინეთის ნაციონალისტური პარტია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩიან კაიში, და ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელსაც მოგვიანებით ჩაუდგა სათავეში მაო ძედუნი. სწორედ მაო ძედუნის გამარჯვებით გახდა ჩინეთი კომუნისტური სახელმწიფო. მაოს გამარჯვებამ ქვეყანაში თითქოს ახალი იმედი გააჩინა, მაგრამ რეალურად მისი მმართველობის პერიოდი ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა. მაოს ეკონომიკურმა რეფორმებმა სრულიად ჩამოაქცია ჩინური საზოგადოება. მისი ყველაზე დამანგრეველი ინიციატივა იყო დიდი ნახტომი წინ 1958-62 წლები, რომელიც მიზნად ისახავდა ჩინეთის სწრაფ ინდუსტრიალიზაციასა და სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციას. მაო უარყოფდა ეკონომიკურ ლოგიკას, ფიქრობდა, რომ გლეხების მასობრივი მობილიზაცია საკმარისი იქნებოდა მოდერნიზაციისათვის. თუმცა ადგილობრივი ჩინოვნიკები შიშისგან აცხადებდნენ, თითქოს გლეხებს უზარმაზარი მოსავალი ჰქონდათ, როცა სინამდვილეში იყო აბსოლუტურად პირიქით. შედეგად გაჩნდა საკვების ნაკლებობა და დაიწყო მასობრივი შიმშილი, რომლის დროსაც სხვადასხვა წყაროს მიხედვით 30-დან 80 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. შემდგომ კულტურული რევოლუციის დროს 1966-76 წლები მაო ძედუნმა სცადა ბურჟუაზიული ელიტის და ძველი ჩინეთის ღირებულებების აღმოფხვრა, რაც შედეგად მოიტანდა სრულიად ახალ სოციალისტურ საზოგადოებას. მან წაახალისა ახალგაზრდები, წითელი გვარდიელები, რომ გამოეცხადებინათ ომი მასწავლებლებისთვისა და ინტელიგენციისთვის, რამაც გამოიწვია მასობრივი რეპრესიები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუციების განადგურება, კულტურული მემკვიდრეობის დანგრევა და ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაცია. მილიონობით ადამიანი დააპატიმრეს, გადაასახლეს ან მოკლეს, რის შედეგადაც მთელი ქვეყანა ქაოსმა და შიშმა მოიცვა. ამ დროს ჩინეთის განვითარების დონე ჰაიტისაც კი ჩამორჩებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მაოს გარდაცვალების შემდეგ დენ სიაოპინის ქვეშ შეიცვალა. დენ სიაოპინმა 1978 წლიდან დაიწყო მასშტაბური ეკონომიკური რეფორმები და ამბობდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა კატა თეთრია თუ შავი, მთავარია თაგვებს იჭერდეს, რაც სიმბოლურად ნიშნავს იმას, რომ იდეოლოგიაზე მეტად შედეგია მთავარი.
დენ სიაოპინმა გადაწყვიტა ეკონომიკის გახსნა და ლიბერალიზაცია, რამაც ჩაუყარა საფუძველი ჩინეთის გარდაქმნას ღარიბი, იზოლირებული სოციალისტური ქვეყნიდან სწრაფად მზარდ გლობალურ ეკონომიკურ ძალად. ბევრი ჩინეთის ეკონომიკურ წარმატებას სწორედ მისი ბაზრის ლიბერალიზაციას აწერს, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო კომპლექსურია. საბჭოთა კავშირმა სცადა მსგავსი გზის გავლა გორბაჩოვის პერესტროიკის პერიოდში, მაგრამ დღეს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაშინ როცა ჩინეთი მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაა. ფაქტია, რომ ჩინეთმა ბევრი რამ გააკეთა სწორად. ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომლებიც სხვა ლიბერალური ეკონომიკის მქონე განვითარებად ქვეყნებს ვერ ან არ გამოუვიდათ. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. დენ სიაოპინის მთავარი მისია ჩინეთის სიდუხჭირიდან ამოყვანა იყო და ამ მიზნის მისაღწევად ის აქტიურად ეძებდა ეკონომიკური რეფორმების გზებს. დენი ხშირად სტუმრობდა წარმატებულ ქვეყნებს და სწავლობდა ისეთი ეკონომიკების გამოცდილებას, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, იაპონია და სამხრეთ კორეა. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე დაყრდნობით, მან რეფორმების გზად ეტაპობრივი ექსპერიმენტული მოდელი აირჩია. განსხვავებით საბჭოთა კავშირისაგან, რომელმაც ეგრეთ წოდებული შოკური თერაპიით სცადა ეკონომიკის ერთდროულად გარდაქმნა, რასაც ვერ გაუძლო. ჩინეთის ერთ-ერთი ინოვაციური ნაბიჯი იყო ორმაგი ფასების სისტემის დანერგვა. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ მეურნეობას ეკისრებოდა თავრობისათვის გარკვეული ოდენობის პროდუქტის მიწოდება ფიქსირებულ ფასად. მაგრამ თუ გლეხებს მოსავალი კვოტაზე მეტი ჰქონდათ, იმ ჭარბ პროდუქტს უკვე საბაზრო ფასად ყიდნენ. ამ გზით მთავრობა უზრუნველყოფდა ქვეყანაში საკვების სტაბილურ წარმოებას, ხოლო გლეხებს ფინანსურ მოტივაციას აძლევდა, რომ უფრო მეტი ეწარმოებინათ. ამით სახელმწიფო იცავდა საწყის ეტაპზე მყოფ ინდუსტრიას, მაგრამ დასავლეთში ამ რეფორმებს სკეპტიციზმით უყურებდნენ. ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა მილტონ ფრიდმანმა ღია წერილითაც კი მიმართა პრემიერ-მინისტრ ჟაო ძიანგს, სადაც აფრთხილებდა, რომ ორმაგი ფასების პოლიტიკა არ გაამართლებდა. თუმცა ჩინეთის ლიდერებმა არ მოусმინეს ფრიდმანს და მათ შეინარჩუნეს კონტროლი ინდუსტრიულ ეკონომიკასა და მიწის საკუთრებაზე. ყველაზე დიდი გარდამტეხი ეფექტი კი ღია კარის პოლიტიკას მოჰყვა. ჩინეთში შეიქმნა 4 ექსპერიმენტული ეკონომიკური ზონა: სიამენი, შანტოუ, შენჯენი და ჯუჰაი, სადაც კაპიტალისტური პრინციპებით მოწყობილი ეკონომიკური კერები ჩამოყალიბდა. ამ ზონებში ეკონომიკა ბევრად უფრო ღია და მოქნილი იყო ვიდრე დანარჩენ ქვეყანაში. ექსპერიმენტის მიზანი კი იყო ახალი ეკონომიკური მოდელის დატესტვა. თუ ეს მოდელი ვერ გაამართლებდა, ზარალი მხოლოდ მცირე გეოგრაფიულ არეალს მიადგებოდა. ეკონომისტები მიიღებდნენ გაკვეთილს, შეცვლიდნენ მიდგომას და ისევ მცირე ზონაში განახორციელებდნენ შემდეგ ექსპერიმენტს. ხოლო წარმატების შემთხვევაში ამ მოდელს მთელ ქვეყანაში გაავრცელებდნენ. ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ეფექტური იდეაა. მაგალითისათვის წარმოიდგინეთ ამერიკული გიგანტური ტექნოლოგიური კომპანია, ვთქვათ Apple. იმ დროისათვის Apple მთლიანად ამერიკაში ფუნქციონირებდა. იქ ხდებოდა პროდუქტის დაგეგმვა, დიზაინი, წარმოება, დისტრიბუცია, მაგრამ 80-იან წლებში შეერთებულ შტატებში მუშახელის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც ბევრმა კომპანიამ დაიწყო იაფი სამუშაო ძალის ძიება საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი წარმოებისა და აწყობის ეტაპისათვის. ამის გამო მათ თვალი დაადგეს განვითარებად ქვეყნებს, სადაც მოსახლეობა სიღარიბის გამო თანახმა იყო მინიმალურ ანაზღაურებაზეც, რაც კომპანიებისთვის საოცრად იაფ სამუშაო ძალას ნიშნავდა, ხოლო ადგილობრივებისათვის დამატებით შემოსავალს. ასეთი კომპანიებისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ასევე იყო მიწის შეძენა და საწარმოს აშენება, საჭირო დანადგარებისა და ნედლეულის იმპორტი. მაგრამ ზოგ ქვეყანაში, მაგალითად ინდოეთში, იმპორტის გადასახადი 100%-ს აღწევდა, რაც წარმოებას ართულებდა. ამას ჩინეთის სპეციალური ეკონომიკური ზონები სრულიად განსხვავებული მიდგომით გაუმკლავდნენ. ჩინეთის მთავრობამ შესთავაზა კომპანიებს მხოლოდ 1%-იანი საიმპორტო გადასახადი ტექნოლოგიებსა და მანქანა დანადგარებზე. 99 წლიანი იჯარა მიწაზე, თვითღირებულების 10-ჯერ უფრო დაბალ ფასად. მხოლოდ 1%-იანი იმპორტის გადასახადი ნედლეულზე და ზოგიერთ შემთხვევაში გადასახადებისგან გაათავისუფლა კომპანიები 3 წლით, რათა მათ ინვესტიციები ამოეღოთ. შედარებისათვის, თუ დანარჩენ ჩინეთში გადასახადები 33% იყო, სპეციალურ ეკონომიკურ ზონებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15% შეადგენდა. შედეგად, ასობით საერთაშორისო კომპანია გადავიდა ჩინეთში საწარმოების გასახსნელად, რამაც ჩინეთის ეკონომიკურ ზონებს არნახული წარმატება მოუტანა.
თუ 1980 წელს შენჯენი პატარა სოფელი იყო, რომელშიც 30,000 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს ის ტექნოლოგიური ინოვაციების ჰაბია, სადაც დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მაგრამ როგორ მიიღო ჩინეთმა ასეთი დიდი ფინანსური სარგებელი თუ ამდენ გამონაკლისს უწესებდა უცხოურ ინვესტორებს? ჩინეთმა გადასახადების მაგივრად სარგებელი საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებით მიიღო. როდესაც უცხოური კომპანიები ათასობით და 10,000-ობით ადგილობრივს ასაქმებდნენ, ეს ადამიანები ეტაპობრივად აღწევდნენ თავს უკიდურეს სიღარიბეს. მათი ოჯახები ხდებოდნენ მომხმარებლები, რომლებსაც შეეძლოთ შეეძინათ მეტი საკვები, წამლები და სხვადასხვა პროდუქტები, რითაც ფული კვლავ ჩინეთის ეკონომიკაში ბრუნდებოდა. ამ გზით სახელმწიფოს აღარ უწევდა სოციალური დახმარებების შეთავაზება, რადგან მოქალაქეები თვითონ ქმნიდნენ საკუთარ შემოსავალს. თანდათან ამ ოჯახებს გაუჩნდათ შესაძლებლობა საკუთარი შვილებისათვის განათლება მიეცათ, რაც მომდევნო თაობას უკვე უკეთეს სამუშაოებს და ეკონომიკურ მდგომარეობას თავაზობდა. დროთა განმავლობაში ეს მოქალაქეები სახელმწიფოს უკვე საშემოსავლო გადასახადსაც უხდიდნენ. დღესდღეობით 600 მილიონზე მეტმა ჩინელმა დააღწია სიღარიბეს თავი. ქვეყანა კი გადაიქცა მსოფლიოს საწარმოდ, სადაც გლობალური პროდუქციის 20%-ზე მეტი იწარმოება. ალბათ ყველას უამრავი ნივთი გვაქვს წარწერით Made in China, ანუ დამზადებულია ჩინეთში. დღეს ჩინეთი სი ძინპინის ლიდერობის ქვეშ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მართულ საბაზრო ეკონომიკას, ინგლისურად State-led Market Economy, სადაც ბაზრის მექანიზმები და კონკურენცია თავისუფლად ფუნქციონირებს, თუმცა ეკონომიკის სტრატეგიულ მიმართულებებს სახელმწიფო განსაზღვრავს. ჩინეთი ბაზრის კონკურენციას იყენებს იმისთვის, რომ გააქტიუროს ინოვაცია და ეკონომიკური ეფექტიანობა, მაგრამ ამ პროცესს სახელმწიფო საკუთრების და კომპანიების მეშვეობით მართავს. ანუ ჩინეთის სახელმწიფო მფლობელობასა და ბაზრის ლოგიკას ერთმანეთს არ უპირისპირებს, არამედ ერთმანეთს ავსებს, რაც მას უნიკალურ ჰიბრიდულ მოდელად აქცევს თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში. ასევე შთამბეჭდავია ჩინეთის გრძელვადიანი ეკონომიკური ხედვა, რაც კარგად ჩანს მზის პანელებისა და ელექტრომობილების ინდუსტრიაში, მის სტრატეგიულ ნაბიჯებში. 1990-იან წლებში მზის ენერგიის ბაზარზე ლიდერი შეერთებული შტატები იყო, რომელიც გლობალური მარკეტის 40%-ს აკონტროლებდა. თუმცა უკვე 2010 წლისათვის ამერიკის წილი მხოლოდ 10% იყო, ხოლო ჩინეთმა ამ სფეროში 50-იანი წილი მოიპოვა. 2021 წლისათვის კი ჩინეთმა აწარმოა მსოფლიო პოლისილიკონის 80% და ასევე 98% სილიკონის ბლოკებისა და ფირფიტებისა, რომლებიც მზის პანელების წარმოების აუცილებელი კომპონენტებია. ეს იმიტომ, რომ 2000-იან წლებში მზის ენერგიის წარმოება უკიდურესად ძვირი ღირდა, დაახლოებით $750 მეგავატ-საათზე, მაშინ როცა იგივე რაოდენობის ქვანახშირის ენერგია მხოლოდ $150 იყო. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში არაერთი მზის პანელების კომპანია შეიქმნა, ისინი პროდუქციას კონკურენტულ ფასად ვერ ყიდნენ და ბევრი მათგანი დაიხურა. ჩინეთის მთავრობამ კი დრო ახლოს დაინახა და სახელმწიფო დონეზე ჩადო მილიარდობით ინვესტიცია ამ სექტორში. კომპანიებს თავაზობდნენ უფასო მიწას, ელექტროენერგიასა და მუშახელს, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ანაზღაურებით. პარალელურად ფინანსდებოდა მზის ენერგიის კვლევა და ტექნოლოგიური განვითარება. 2019 წლისათვის კი მზის ენერგიის ღირებულება უკვე ორჯერ ნაკლები გახდა ქვანახშირის ფასზე, ხოლო ჩინეთი აღმოჩნდა მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის პანელების მწარმოებელი. მსგავსი სტრატეგიული წინდახედულება ვლინდება ელექტრომობილების სფეროშიც. 2008 წელს, როდესაც დასავლეთი ეკონომიკური კრიზისის მართვით იყო დაკავებული, ჩინეთმა დრო იხელთა და პარტნიორობა დაიწყო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. ჩინეთმა 5 მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა კონგოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რის სანაცვლოდაც მან მიიღო უფლება მოეპოვებინა კობალტი, ელექტრომობილების ბატარეების წარმოებისათვის საჭირო მინერალი. კონგოს აქვს დაახლოებით 3,5 მილიონი ტონა კობალტის რესურსი, რაც თითქმის მსოფლიო მარაგის ნახევარია და ჩინეთი ამ საბადოს თითქმის 70%-ს ფლობს. ჩინეთი ასევე აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სიმანდუს რკინის მადნის საბადოს განვითარებაში გვინეაში, რადგან მოახდინოს ნედლეულის დივერსიფიცირება და ხელი შეუწყოს მისი განახლებადი ენერგიის ინდუსტრიას. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ჩინეთმა ეს ნაბიჯები გადადგა ბევრად ადრე, ვიდრე ელექტრომობილების ბუმი დაიწყებოდა. ახლა კი, როცა მოთხოვნა კობალტზე და რკინაზე ყოველდღიურად იზრდება, ჩინეთი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პოზიციაშია, რომ
ამ ტრენდიდან გრძელვადიანი სტრატეგიული სარგებლით გამოვიდეს. ჩინეთის გონივრულ ინვესტიციებზე მსოფლიოში ეს ვიდეოები უკვე მაქვს მომზადებული და არ გამოტოვოთ. მიუხედავად ჩინეთის სტრატეგიული გამჭრიახობისა და მართლაც უპრეცედენტო წარმატებისა, ყველა ეკონომიკურ აღმავლობას აქვს თავისი ლიმიტი. ბოლო წლებში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა საგრძნობლად შენელდა. ორნიშნა მაჩვენებლიდან შემცირდა 4-5%-მდე. სწორედ ამიტომ დღეს ეკონომისტები და ანალიტიკოსები დაობენ, შეძლებს თუ არა ჩინეთის შეერთებული შტატების გადასწრებას ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ასპარეზზე. და თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ცნობისთვის არის დამოუკიდებელი ინიციატივა, რომელსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ამის გაკეთება კი მარტივად და უფასოდ, არხის გამოწერით შეგიძლიათ. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გამომყვეთ Instagram-ზე, TikTok-ზე, X-ზე და Spotify-ზე. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.